ისტორიული დღე ერევნისთვის სომხეთის ისტორიაში პირველად ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ეწვია. სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჯეიდი ვენსი ხვდება სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს. იმ ქვეყნის ლიდერებს, რომლებმაც სამშვიდობო შეთანხმებას ოფიციალურად ვაშინგტონის შუამავლობით მიაღწიეს. ერევანში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი მხარეებისთვის სამომავლოდ პოტენციური ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების წინაპირობაა. თუმცა ამ დონეზე ურთიერთობების გადასვლამდე სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 9 თებერვალს გააფორმეს შეთანხმება სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სექტორში თანამშრომლობის თაობაზე. ასევე განიხილეს სომხეთში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის NVIDIA-ს ჩიპების მწარმოებელი ქარხნის გახსნის საკითხი. ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის სფეროებში შეთანხმებების მიღწევა არის ნაწილი პროექტისა სახელწოდებით ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს აზია-ევროპას შორის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო დერეფნად აქცევს. მხარეებს შორის ღრმავდება კავშირები თავდაცვის უნარიანობის და უსაფრთხოების საკითხებშიც, რისთვისაც პირველ ეტაპზე ამერიკა სომხეთს მიაწვის V-ბეთის ტიპის სადაზვერვო დრონებს. შეხვედრის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ბაქო-ერევნის ურთიერთობები და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შესრულების დინამიკა. სტაბილურობის და მდგრადი მშვიდობის განსამტკიცებლად ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი მრავალწლიანი უთანხმოების აღმოფხვრას თურქეთთანაც ცდილობს. ჩვენ არა მხოლოდ უზრუნველყოფთ მშვიდობას სომხეთისთვის, არამედ ასევე ერთად ვქმნით რეალურ კეთილდღეობას სომხეთსა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. მადლიერი ვარ ამ ყველაფრისთვის, რადგან ნამდვილად მჯერა, რომ დღევანდელი შეხვედრა სომხეთისა და შეერთებული შტატებისთვის ნამდვილად ახლის დასაწყისია ორმხრივი პარტნიორობისა, რაც ჩვენ ქვეყნებს ერთად შეიძლება ჰქონდეთ. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა წარმოუდგენელი ტექნოლოგიური გარიგება ახსენა. ამერიკამ სიამაყით გასცა არაერთი საექსპორტო ლიცენზია მაღალი სიმძლავრის NVIDIA-ს ჩიპების გასაყიდად და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს ახალ ბაზრებს ამერიკელი მუშაკებისა და ამერიკული ბიზნესისთვის, მაგრამ ასევე ნიშნავს უფრო მეტ კეთილდღეობას სომეხი ხალხისთვის. ეს არის ჩიპები, რომლებიც უბრალოდ არ არსებობს მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში. Vice President J.D. Vance's visit. ვიცე-პრეზიდენტ JD Vance-ის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი მშვიდობისა და ამერიკასა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის უზრუნველსაყოფად. ბატონ Vance სამხრეთ კავკასიაში პოზიტიური პროცესების შესახებ მოახსენე. ასევე რამდენიმე დღის წინ ჩემსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების თაობაზე, რომლებიც მიმართული იყო ორ ქვეყანას შორის მშვიდობის განმტკიცებისკენ. ერევანი ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპის სამშვიდობო პროექტს გარდა მნიშვნელოვანი შემოსავლებისა ექნება რეგიონული და გლობალური მნიშვნელობა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ინფორმაციის დაუბრკოლებელი მიმოცვლა დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის. ბატონ ვენსთან ასევე განვიხილეთ ბლოგპოსტების სრულად მოხსნის პერსპექტივა. როგორც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია. ვფიქრობ, ამ კონტექსტში უკიდურესად მნიშვნელოვანია ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ ამჟამინდელი დიალოგი სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, რაც ასევე მოიცავს გიუმრი ყარსის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის გახსნას. ხელშესახებ პროგრესს მივაღწიეთ სამხედრო და თავდაცვითი პარტნიორობის თვალსაზრისით. უსაფრთხოების სფეროში ამერიკასა და სომხეთს შორის უკვე 3 წლის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო სწავლებების Eagle Partner-ის ფარგლებში სომხეთმა უკვე შეისყიდა უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა ეფექტურობა ექსპლუატაციის გამოცდილებით არის დადასტურებული და რაც ხელშესახები შენაძენი იქნება ჩვენი თავდაცვის უნარიანობის შესაძლებლობის განმტკიცებისთვის. We reaffirmed that this სამოქალაქო ბირთვულ სექტორში მიღწეული ორმხრივი შეთანხმება მნიშვნელოვანია სომხეთისთვის და განგაშია კრემლისთვის. ამერიკულ მხარესთან გაფორმებული გარიგება ითვალისწინებს ვაშინგტონის შესვლას მანამდე მოსკოვის კონტროლირებად სივრცეში, რადგან ერევანს ერთადერთი ბირთვული ელექტროსადგურისთვის საჭირო ტექნოლოგიას სწორედ რუსული მხარე აწვდიდა. 9 თებერვლის შეთანხმებით კი სომხეთი რუსეთს ნათლად აჩვენებს საგარეო ვექტორის მკაფიო შებრუნებას დასავლეთისკენ. JD Vance-ის ვიზიტის პარალელურად ერევნის სხვადასხვა წერტილში დემონსტრანტები შეიკრიბნენ, რომლებიც მოითხოვდნენ ყარაბაღის ომის დროს აზერბაიჯანის მიერ დაკავებული სომხეთის მოქალაქეების პატიმრობიდან გათავისუფლებასა და ამ პროცესშიც ამერიკული მხარის შუამავლობას.
ექსპერტების შეფასებით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი შესაძლოა აღმოჩნდეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ცვლილებების გზაზე, რასაც მანამდე წინ უძღოდა 2025 წლის 8 აგვისტოს შეთანხმება. ამ დღეს ოფიციალურად დაესვა წერტილი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის თითქმის 40-წლიან სამხედრო პოლიტიკურ დაძაბულობას. სამშვიდობო დოკუმენტზე დონალდ ტრამპის, ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის ხელმოწერებმა დააფიქსირა მხარეთა მზაობა იმუშაონ ორმხრივი კავშირების აღდგენასა და ნორმალიზებაზე. რამდენიმე თვის შემდეგ უკვე დავოსში გამართული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იმავე ლიდერებმა ხელი მოაწერეს ამერიკის პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი მშვიდობის საბჭოს ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელთაც მათ დაადასტურეს მზაობა შეიტანონ საკუთარი წვლილი არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს სამშვიდობო პროცესების უზრუნველსაყოფათაც.